მქონდა აღნიშნულ საჩივარში ორი მოთხოვნა დაყენებული, არც ერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილა მოსამართლემ. სიმართლე გითხრათ, მე არც ველოდი სხვა შედეგს, იმიტომ რომ ეს უკვე მიზანმიმართული სახე აქვს, სწორედ ასეთ გადაწყვეტილებების მიღებას და ეს დაიწყო უკვე დიდი ხნით ადრე, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ იქნა დაკომპლექტებული ქართული ოცნების აქტივისტები და ამას მოყვა შემდეგ თავმჯდომარეების, ხელმძღვანელი პირების ადმინისტრაციის არჩევა უკვე პარტიული ნიშნით. წილისყრის პროცედურებთან დაკავშირებით არავის არანაირი შეზღუდვა არ ჰქონია. წილისყრის პროცესი დილით უბნის გახსნისთანავე 7 საათზე იხსნება უბანი და 7-დან 8 საათამდე ტარდება წილისყრის პროცესი, ანუ პირველი ეტაპი. ტარდება პარტიიდან დანიშნული კომისიის წევრებს შორის გადასატანი ყუთის წამღები პირების გამოსავლება. ფაქტიურად ნაციონალური მოძრაობიდან უარი ეს იყო თვითონ თავისი სურვილიდან ამომდინარე გამორიცხვა, რომ ვერ ღებულობდა ის შემდეგ წილისყრებში მონაწილეობას. მისი უარი იყო წინასწარ, ანუ ეს იყო მოტივირებული უარი, რომ არ მიიღო, მოხდებოდა თუ არ მოხდებოდა ეს თავიდანვე აცხადებდა უარს. ანუ ეს პრობლემა იდგა პროცედურულ ტრენინგებზეც, როდესაც იმიტაცია ინსცენირების ეტაპი ჩატარდა უბნებზე, ზუსტად გაკეთდა აქცენტი ამაზე, რომ კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობის კომისიის წევრებიდან იყო უარი მათი იმ იმიტაციის პროცესშიც.